პატარა ვაგონჩიკები და ზოგადად მატარებლები, ვაგონები, რომელიც აქვს როგორც მუზეუმის ექსპონატები შემონახული ლიეტუვას. ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. ნეტა ესეთი რაღაცები ჩვენთანაც იყოს. მაგრამ არ არის. ჩვენ ზოგადად ისტორია არ გვაქვს და რკინიგზის ისტორიას ვიღაც შემოინახავს. წამოსაბ. ნახე? აი ძველი ვილნიუსის ძველი ვაგზლის და დაანგრეული კი არ არის და კი არ დაანგრიეს და კი არ დაშალეს, შემოინახეს. ძველი პერონი, მოდი ასე ვთქვათ რა. და აბსოლუტურად ძველი ყველანაირი. ეს არის რაკია, ნერგის მატარებელი ვაგონი. ხო. აბსოლუტურად შემოინახეს ყველანაირი ვაგონი, რომელიც კი მათ ისტორიაში, რკინიგზის ისტორიაში ყოფილა. ალბათად. ახლა აქედაც დაუყვებით მე და საბა და ნახავთ, აი. გაპიწყინებულად აქვს შენახული ყველაფერი. წესრიერად, ამაზად. იცი რომ არაფერს არ ჩაბა იქ არ ჩახვიდე დე. იქ რა გინდა? იქ რატო ჩადიხარ? მიდი აბა გაიგი ინფორმაცია. აბა, იქით ნუ ამიდიხარ. აგერ შეგიძლია ესენი დაათვალი რა, რამხელა ვაგონებია დე. აღარ რამხელა ვაგონებია. რადგან ეხა იქ ამ სიცხეში სიარული, რა ცხელა ძალიან. ძალიან ცხელა. დაგრილებულია. Come აქედან შევხედოთ, აბა. სეტკიდან შევხედოთ, წამოავიდეთ. ნახე, აი ასე შევხედოთ, ხო? ნახე? ალბათ. ჰა? ძველი მატარებლის ვაგონი. რომელიც მიაწერი ეგ და ვირტუალურად კითხვა არ ვიცი. ინგლისურად მე თუ მეტესი. აი მაგალითად ეს რაღაც გაფორმებული